საქართველოში პრეზიდენტად გადაირჩიეს ძალაუფლების მპყრობელი თავისივე უზენაესი საბჭოს მიერ ორიოდე თვითადრე პრეზიდენტად არჩეული ანტიკომუნისტი. დისიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც თავისი მრავალმხრივი ნაციონალურ ტოტალიტარული პერესტროიკები იმით დააგვირგვინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ერთსულოვანი ნების გამოხატულებას წარმოადგენდა, ხელი მოაწერინა სრულიად არაიურიდიულ პირებს, რითაც ამ დოკუმენტს დაუკარგა იურიდიული ძალა. ასე საფრანგეთში წერდნენ და ფიქრობდნენ. საქართველოში კი სულ სხვაგვარად ხდებოდა. მაშინ სრულიად საქართველო თბილისში ჩამოვიდა. ქართველები 70 წლის შემდეგ ძნელად მიღწეულ დამოუკიდებლობას ერთმანეთს ულოცავდნენ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სალომე ზურაბიშვილი და ჯან რიკაშია მაშინ საქართველოს რუსული ჩექმისგან გათავისუფლებას საფრანგეთში აპროტესტებდნენ. ჟურნალი ივერია გამსახურდიას ხელისუფლების ოპონენტებმა სწორედ ამ მიზნით გამოსცეს. გამოცემაში ემიგრანტები დამოუკიდებლობის აქტს არაიურიდიულ დოკუმენტს უწოდებენ. თითქმის მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა მხოლოდ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და რუსეთის. ანუ მათი აზრი საოცრად ემთხვეოდა ერთმანეთს. გამონათქვამები მთლიანად ერთი სისტემა იყო ფაქტიურად რუსეთისა და ზვიად გამსახურდიას ოპოზიციის. და ამიტომ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ოპოზიცია მაშინ არც არსებობდა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და იბრძოდნენ რუსეთის არმიის რიგებში, იარაღით ხელში. ზოგი იდეოლოგიურად ქალბატონი ზალომე მაგალითად იდეოლოგიურად ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპის მასშტაბით. ებრძოდა არა გამსახურდიას, არამედ სწორედ დამოუკიდებლობას, რომელიც 9 აპრილს გამოცხადდა. წერილში უამრავ შეცდომას პოულობს ზვიად გამსახურდიას მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც. მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია სტატიის ის ნაწილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის აქტს არალეგიტიმურ დოკუმენტს უწოდებს. ეს დოკუმენტი არის იურიდიული ლეგიტიმური, რადგან ძირითადად იქ ხელს აწერს ყველა იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოში და მთავრობის წევრები, მინისტრები. მე ვიცი რომ პირადად ზვიადს და პირადად ჯანრის შორის იყო ძალიან ცუდი ურთიერთობა. ადრე კარგი ურთიერთობა იყო, მე იყო ძალიან ცუდი ურთიერთობა. რატომ? რა იყო მიზეზი? არ ვიცი დეტალებში ახლა მე ვერ ვგები. მე ვიცი რომ იყო ძალიან ცუდი ურთიერთობა, ეს ვიცი. ზვიად გამსახურდიას და ჯან რიკაშიას ურთიერთობა ჯერ კიდევ გამსახურდიას დისიდენტობის დროს დაეძაბათ. მოგვიანებით საფრანგეთში მყოფი ახალგაზრდა ემიგრანტი სალომე ზურაბიშვილთან თბილ მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს და ზვიადის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. კამპანიაში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი ოჯახის შვილი სალომე ერთვება. სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი რეალ-ტაიმთან სატელეფონო საუბარში არ მალავს, რომ დისამ გადაწყვეტილებამ ოჯახში დაძაბულობა შეიტანა. მაშინ ოჯახმა სალომე ღალატში დაადანაშაულა. ვიყავი ზვიადის მომხრე და ვფიქრობ, როცა ქვეყანა არის ძნელ პოზიციაში, პოლიტიკურ ძნელ პოზიციაში, შინაგან საკითხებზე კი არა, უცხოეთთან და რუსეთთან მიერ კავშირში, მაშინ არის ჩემს აზრით არის პირდაპირ მთავრობის კი არა, ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა. ახლად შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს იმიჯ საფრანგეთიდან ზურაბიშვილი კაშიას ტანდემი წლების განმავლობაში ულახავდა. საერთაშორისო არენაზე გამოჩენილ ახალ დამოუკიდებელ საქართველოს ოპოზიციაში ყველაზე პირველები სწორედ სალომე და ჯანრი ჩაუდგნენ. 1991 წელი. გაზეთი თავისუფალი საქართველო. საჯარო ბიბლიოთეკაში რეალ-ტაიმმა გაცრეცილ ფურცლებზე ფრანგული პრესის რამდენიმე ამონარიდსაც მიაგნო. ზვიადი ავადმყოფიერის არჩევანია, საქართველო კი სნეულია. როგორც ადამიანი შეიძლება დაავადდეს და დეპრესიაში ჩავარდეს, ასეა ერიც. არ შეიძლება არავინ დაგმოს, საქართველოს მკურნალობა სჭირდება, თორემ ქართველი ერი საქართველო მხოლოდ გავა ციხიდან ფსიქიატრიულში. რუსეთის მოკავშირე ქვეყნის მტერი, აგენტი და მოღალატე. ასეთი შეფასებები ახალგაზრდა ქართველი დიპლომატის მისამართით არაერთხელ გაკეთებულა. ციხე შიგნიდან ტყდება. ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ ჩვენი უცხოელი ოპონენტები ხშირად ჩვენივე თანამემამულეთა ზოგიერთ ქართველ ემიგრანტთა აზრებს იშველიებენ.
მედია თუშმალიშვილს აზრი არც 20 წლის შემდეგ შეუცვლია. უზენაესის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს რეალ-თაიმის საფრანგეთში დაუკავშირდა. დღევანდელ დღეს შეხედეთ და გავლეთ პარალელი. ძალიან ბევრი მათგანი დღესაც ოპოზიციაში. რატომ ებრძოდა ჯერ ის კითხვა ხო მთავარი? რუსეთი ზვიად გამსახურდია და რატო ებრძვის დღეს სააკაშვილს? იმიტომ რომ ამ ორ პრეზიდენტს შეეძლო საქართველოს გამოიყვანა რუსული პოლიტიკური ორბიტიდან. ჩვენ შევძლებთ დავანახოთ მსოფლიოს, რომ სამხედრო საბჭო წარმოადგენს დიქტატურის წინააღმდეგ და დემოკრატიის აღდგენისთვის მებრძოლ დემოკრატიულ ორგანოს. დემოკრატიისთვის ბრძოლა კი გულისხმობს დიქტატორისა და დიქტატურისგან გათავისუფლებას. ვერავინ დასწამებს ცილ სამხედრო საბჭოს, რომ მან არ შესთავაზა დიქტატორს თავისი ნებით გადადგომა, რომ მშვიდობიანად უარეყო მის მიერ უზურპირებული ხელისუფლება და აღედგინა დემოკრატიული წყობა. მაგრამ დიქტატორმა არ ინდომა ეს. სისხლიანი ანგარიშწორების გზა ირჩია და სროლა დაიწყო. დიქტატურის დამმარცხებელმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოახდინოს თავისი ლეგიტიმაცია და ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს დემოკრატიისკენ, სამართლიანობისა და კანონიერებისკენ მიმართული. სამართლიანობის აღდგენა ზურაბიშვილმა მხედრიონელ და კრიმინალურ ავტორიტეტს ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანს და მათ ჩამოყალიბ ედუარდ შევარდნაძეს მიანდო. ქვეყანაში ძმათამკვლელი ომი სწორედ ამ დროს დაიწყო. იყო ომი თბილისში, ომი დასავლეთ საქართველოში და აფხაზეთში. რუსეთმა როგორც ყოველთვის აქაც ქართველი აგენტების დახმარებით გაიმარჯვა და ქვეყანა კვლავ ღრმა ჭაობში გადაეშვა. თუმცა მას შემდეგ 2 ათწლეული გავიდა. 7 აგვისტოს ცხინვალში შეჭრის და ცხინვალის დაბომბვის ფაქტები ეს საქართველოს მხარემ დაიწყო. ეს განცხადება საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გააკეთა. აქ რუსეთმა სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები სათავისოდ კიდევ ერთხელ გამოიყენა და ჰააგის ტრიბუნალს პუტინის ხელისუფლებამ ერთ-ერთ მტკიცებულებად სწორედ სალომე ზურაბიშვილის წიგნი წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილმა არანაკლები ბოროტება ჩაიდინა რაც ნოყაიდელმა, რომ მისი წიგნის თემები რუსეთის მხარისთვის საერთაშორისო სასამართლოზე მტკიცებულებად იქნა წარდგენილი. შეხსენებისთვის წიგნის სათაურით ქართული ქრონიკები სალომე ზურაბიშვილმა 2009 წლის 29 აპრილს საფრანგეთში გამოსცა. 336 გვერდიან ნაშრომში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უშიშროების საბჭოს ყველა საიდუმლო დეტალი სააშკარაოზე გამოიტანა. უზენაეს საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი მედია თუშმალიშვილი იმყოფებოდა ბალტიის რესპუბლიკებში. აგვისტოს ომი რამდენიმე დღის დაწყებულია. და მან ისე შეშფოთებულმა მითხრა, რომ დამირეკეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნაცნობთან, რა თქმა უნდა. და ცოტა გაკურუებულმა მკითხა ამ ვინც დარეკა, რომ რა ხდება გათენებისას მირეკავსო სალომე ზურაბიშვილი და მეუბნებაო, რომ არ დაუჭიროთ მხარი საქართველოს. აი ამ ომში.